მოგესალმებით ეთერშია რადიო თავისუფლების ყოველდღიური პროგრამა საუბარი თავისუფლებაზე. გადაცემა მიმყავს მე გოგი გვახარიას, გოჩა ლეჟავა არის დღევანდელი გადაცემის ხმის რეჟისორი. ჩვენი სტუმარი არის პოლიტიკური გაერთიანება გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ბევრმა ალბათ იცით, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა დღეს შეაჩერა მის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა, საკონსტიტუციო განხილვა. და გავახსენებთ მაშინ ბატონ ზურა რადიო მსმენელს, რომ სესიაშვილის ინიციატივა გადაიხედოს ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს უფლებას აძლევს თავი აარიდონ სავალდებულო სამხედრო სამსახურს. პარლამენტის დღევანდელ ბიუროს ხდომაზე სესიაშვილმა განაცხადა, რომ მის კანონპროექტს მოყვა სპეკულაციები. მაშინ როცა არანაირი მინიშნება ან მითითება არ არის რომელიმე კონფესიისთვის უპირატესობის მინიჭებაზე. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან. პრინციპში სესიაშვილმა გუშინაც განმარტა რომ არანაირი მითითება კანონპროექტში არ არის რომელიმე კონფესიისთვის უპირატესობის მინიჭებაზე, მაგრამ აქვე გაიხსენა კონკორდატი და თქვა რომ აქ უკვე ჩვენი კანონპროექტი ასე ვთქვათ უსუსურია კონკორდატის წინაშე. რას ნიშნავს შეაჩერა მის მიერ მომზადებული კანონპროექტი? ნიშნავს თუ არა ეს რომ საერთოდ აღარ განიხილავს პარლამენტი ამ კანონპროექტს? გეუშ მადლობა მოწვევისთვის. ხო, ანუ შინაარსი არის ესეთი, რომ თუ ეს კანონპროექტი ეს მუხლი ამოვა, ეხლა ამ წუთში გვაქვს ეგეთი რეალობა, რომ კონკორდატში არის დისკრიმინაციული ჩანაწერი. ბევრი ეგეთი დისკრიმინაციული ჩანაწერებია კონკორდატში სინამდვილეში. და ერთ-ერთი არის ეს ჩანაწერი და ეს დისკრიმინაციული ჩანაწერი არის გასწორებული შემდეგ ამ კანონით, რომელიც უკვე ყველა სასულიერო პირს, არა მხოლოდ მართლმადიდებლებს, ანიჭებს იგივე პრივილეგიას სხვა მოქალაქეებთან შედარებით, რაც კონკორდატით არის განსაზღვრებული მხოლოდ მართლმადიდებლების სასულიერო პირებს. ანუ კონკორდატი ეწინააღმდეგება კონსტიტუციასაც. კი, ჩემი არის ეწინააღმდეგება. გარკვეული თვალსაზრისით. კი, რა თქმა უნდა. აი ჩვენი დღეს თქვენ შეგიძლიათ მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოთ სარჩელი. კი, არა მხოლოდ მაგ ნაწილში, მათ შორის ბაპტისტურმა ეკლესიამ ერთ-ერთ ნაწილში პრინციპში მოიგო კიდევაც სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ კონკრეტულად დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლება, რომელიც პრივილეგიითაც სარგებლობს მართლმადიდებელი ეკლესია, ესეც არის არასწორი და თუ ესეთი პრივილეგიები ზოგადად არსებობს, მაშინ მის მიმართ სარგებლობს ნებისმიერი კონფესია. ანუ წინადაში საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ან ორივეს ქონდეს ან ყველას ქონდეს ესეთი პრივილეგიები, ან არავის არ ქონდესო. და მეტიც, რადგან ბატონი სესიაშვილი აპელირებდა სუთავიდან, რომ კონკორდატი არსებობსო და კონკორდატის გამო მართლმადიდებელ სასულიერო პირებს შეიძლება ქონდეს ესეთი პრივილეგიაო, საკონსტიტუციო სასამართლომ მაშინ ბაპტისტური ეკლესიის სარჩელის დროს ეს თქვა, რომ ის რომ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას რაღაც განსაკუთრებული ღვაწლი აქვს საქართველოს ისტორიაში, ეს სულაც არნიშნავს იმას, რომ დღეს ეს ეკლესია უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. მაგის არ შეიძლება პრივილეგიები მივანიჭოთ მაგის გამო და ეს პირდაპირ ცალსახად ჩაწერა. ამიტომ ცხადია, ბევრი პუნქტი არის, მათ შორის გადასახადებთან დაკავშირებული კონკორდატში, რომელიც არის ჩემთვის არაკონსტიტუციური და რომელთა გასაჩერებაც. აი, თანმიმდევრობას ვერ ვადევნებდი თვალყურს, ესე იგი, ჯერ იყო სესიაშვილის ეს განცხადება პარლამენტში, რომ შეჩერებული არის კანონპროექტის განხილვა და შემდეგ იყო უკვე თუ პირიქით საქართველოს საპატრიარქოს განცხადება, უბრალოდ რადიო მსმენელს ვეთქვი, რომ საქართველოს საპატრიარქოში ამბობენ, რომ სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა და ისინი ამას მხარს უჭერენ. და შემდეგ იყო უკვე საპატრიარქოს განცხადება. კი, ანუ სინამდვილეში სესიაშვილმა ეს ინიციატივა დააყენა რამდენიმე დღის წინ და რამდენიმე დღე არის ეს ინიციატივა არის ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი მედია სივრცეში, მათ შორის და საპატრიარქო მე ჩვენ ვიყავით, მე არაერთხელ განცხადება გავაკეთეთ არაერთ ეთერში, ვთქვი, რომ სინამდვილეში სესიაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც ამას გადაწყვეტ და მარტო რომ თვითონ ესეთი ინიციატივა დააყენებინა, რომ სინამდვილეში ამის უკან დგას საქართველოს საპატრიარქო და ისინი ლობირებენ იმას, რომ ამ ეგრეთ წოდებულ ბაზარზე დარჩენ მონოპოლისტებად, რომ მარტო მათ ქონდეთ უფლება, რომ საკუთარი სასულიერო პირები არ გაუშვან ეგრეთ წოდებულ სავალდებულო სახელმწიფო სამსახურში. და ეს ამდენიმე დღე მიუხედავად ჩემი განცხადებებისა და გიჩის არაერთი წევრის განცხადებებისა, საპატრიარქო დუმდა საერთოდ არც პოზიცია არ დაუფიქსირებია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. და როგორც კი დღეს გამოვიდა ინფორმაცია ბიუროდან, რომ კანონპროექტის განხილვა გადაიდო, ეგრევე ეს წყენანარევი განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ, რაც ჩემს დადასტურება იმისი, რასაც მე ვამბობდი, სინამდვილეში ისინი დგანან ამის უკან. მათ როგორც მაგალითად
შეწყალების ნაწილში ეხლა იგივე თემაზე უნდათ რომ რაღაც მონოპოლისტები ყო შეწყალების ნაწილში თუ უსმინეთ პრეზიდენტის ინიციატივებს მე მგონი გასაგებია ყოველას თუ პრეზიდენტი დღეს არის საპატრიარქოს იდეების გამხმოვანებელი იქნება მათ შორის რაღაც შეურაცხყოფის კრიმინალიზაცია და ცილისწამების კრიმინალიზაცია და რელიგიური გზნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზაცია და ეგეთი რაღაცები ჩვეულებრივ საპატრიარქოს თემებს ლობირებს ერთ-ერთი თემა ისეც იყო რომ მეო შეწყალებაო ისეთი ფუნქცია რომ ძალიან იშვიათად გამოვიყენებოდ რაც ჩემი აზრით მინიშნება იყო იმაზე რომ საპატრიარქოს ექნება მონოპოლია შეწყალებაზე როგორც ადრე იყო რომ თუ გინდა რომ ვიღაცა შეწყალებული იყოს საპატრიარქოსთან დაალაგოს აქაც იგივე უნდათ ჩემი აზრით რომ მონოპოლისტები ანუ მონოპოლისტები და რომ ძალაუფლებას ფლობდნენ ესე იგი ეს არის მიზანი თუ მათ მართლაც აწუხებთ რომ არსებობს როგორც ისინი თვითონ ამბობენ ფსევდორელიგიური ორგანიზაცია ჩვენ ვიცით საპატრიარქოს დამოკიდებულება ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაციის მიმართ ეხა კიდევ ახალი რომელიც გირჩმა შექმნა თუ ეს უფრო ადარდებთ რომელმაც 6900 წლევამდელი რომლის არსებობის გამო 6900 წლევამდელმა არაკეთილსინდისერა თავი აარიდა ეს ციტატა კონსტიტუციურ ვალდებულებას. ეს არაკეთილსინდისერა დრასტიჟოს გაუგება რა სინამდვილეში 6900 არის 15-დან 20000-მდე ახალგაზრდა არის რომელიც ჩვენ გადავარჩინეთ მაგრამ მე არ მესმის როგორ რა ინსტრუმენტი აქვს იმათ საქართველოს საპატრიარქოს ზომავენ ამ ორგანიზაციის არსებობა მე მგონი ორგანიზაციის არსებობაც და მათ შორის ის რომ ჩვენ შევიჭერით მათ რაღაცა პრივილეგირებულ კომპეტენციებს და ეს ხო გასაგებია რომ მათ საქართველოს კანონმდებლობა გაიაროთ მათ აქვს უამრავი სხვადასხვა პრივილეგიები და ჩვენ სადაც ამის გამოყენება დავიწყეთ ისინი საფრთხეს ხედავენ იმაში რომ ჩვენ სხვა რაღაცების გამოყენება შეიძლება დავიწყოთ ანუ დავა დავიწყოთ მაგრამ თუნდაც იგივე გადასახადების ნაწილზე რომ თუ ესენი არ იხდიან ჩვენ რატომ უნდა ვიხადოთ ან მილიონი სხვა რაღაცები აქვს როგორც ჩასაპირებთ ბევრ ამის გაკეთებას გავაპირებთ ხადე ახლა ეს რელიგიური ორგანიზაცია გასაგებია იმის ჩოქმით მაგრამ გამოვიყენებთ მართლა გამოვიყენებთ იმისათვის რომ ადამიანის უფლების დაცვა მოხდეს ბევრი სხვადასხვა მიმართულები და ის პრივილეგიები რომელიც აქვს ამ ინსტიტუციას ეს პრივილეგიები არ არსებობდეს ხოლმე მათთვის. არასწორია უბრალოდ. მოდით მაშინ. ამას რითი ზომავენ რომ ჩვენ ვართ ცრუ რელიგია და ისინი არიან ნამდვილი რელიგია, იმიტომ იგივე გაიმეორა გუშინ ნაციონალური მოძრაობის მომავალმა თავმჯდომარემ ვაშაძემას და იგივე იმეორა სხვადასხვა სესიაშვილის და ამას რითი ზომავენ ჩემს არის გაუგებარი მე მართლა გულწრფელად ჯერ რომ მე გასებით მორწმუნე ადამიანი ვარ, ვიდრე უამრავი ადამიანი რომელიც საქართველოს ეკლესიას აფარებს თავს. არ ვიცი. ვაშაძის განცხადებას მინდა სწორედ დაუბრუნდე, ალბათ ცოტა არ იყოს პოპულისტური ასე ვთქვათ განცხადება. ემორჩილებიან პირდაპირ ამ ინსტიტუტს. ინსტიტუტს ემორჩილებიან თუ მოდით ასე ვთქვათ, თუ საზოგადოების აზრს და უმრავლესობას. იმიტომ რომ მოდით ვთქვათ ასე რომ გირჩი გამოირჩევა საერთოდ არაპოპულარული განცხადებებით და არაპოპულარული გადაწყვეტილებებით, რამდენად პოპულარული იქნებოდა, პოპულარულია ასე ვთქვათ თქვენი გადაწყვეტილება. თქვენ ამბობთ რომ 20000-მა ადამიანმა, შეიძლება ითქვას როგორც თქვენ ამბობთ, თავი გადაირჩინა. მაგრამ ამავე დროს საზოგადოებაში არის მაინც ესეთი პატრიოტული გრძნობები და რომანტიკული ასე ვიტყოდი დამოკიდებულება სამხედრო სამსახურისა და ჯარისკაცის მიმართ და ფაქტობრივად გამოდის რომ თქვენ ეწინააღმდეგებით თავს ვიღებთ რომ ხსნით მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ აუხსნათ რადიო მსმენელს კი რა თქმა უნდა სინამდვილეში არასწორად ესმით ბევრი რაღაცა ადამიანებს იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური გაერთიანება რომელიც ითხოვს ამ ქვეყანაში თავდაცვის ბიუჯეტის გაზდას მათ შორის გაორმაგებას ვითხოვთ 5 წელიწადში და მათ შორის გეგმაც ჰქონდა როგორ უნდა მოხდეს ამის გაკეთება ყოველ წელს 9%-იანი ზრდით ანუ ერთადერთი ხალხი ვართ ვინც ვიძახით რომ ჩვენ თავდაცვა მართლა გვჭირდება ოღონდ თავდაცვას უნდა შევხედოთ სერიოზულად მართლა უნდა გადავწყვიტოთ ქვეყანამ რომ ჩვენ გვჭირდება თავდაცვა და ამაზე რესურსები უნდა გამოვყოთ იმიტომ რომ თანამედროვე თავდაცვა არ არის ბევრი ადამიანების რაოდენობა თანამედროვე თავდაცვა არის ტექნოლოგიები და აზრიანი, ჭკვიანი, განათლებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ტექნოლოგიების მართვა. პროფესიონალი არიან, მათ შორის და მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელსაც ჭკვიანი ადამიანები მართავენ და ეს არ არის ადამიანები, რომელსაც ქეჩოში ხელს სწავლებ და წაიყვან და რაღაცა სანგარს გაათხრევინებ. ამაზე თუ მართლა თავდაცვაზე ვლაპარაკობთ, ამას ჭირდება ფული, ამას ჭირდება რესურსი. ესე უნდა მიუდგეთ და საყოველთაო სავალდებულო სამხედრო გაწევა სინამდვილეში ეკონომიკური თვალსაზრისით არის არაეფექტური, ანუ ეკონომიკურად თუ დათვალოთ, ისინი უყურებენ ბიუჯეტიდან ფული დაიხარჯება თუ არ დაიხარჯება და გონიათ რომ ეს არის ეკონომიკა, მაგრამ ეს არის მცდარი ხედვა. სინამდვილეში ადამიანი რომელსაც შეიძლება მუშაობდეს სადღაც და ქმნიდეს მაგალითად თვეში 5000 ლარის რაღაცა პროდუქტს, ან 2000 ლარის მნიშვნელობა აქვს, ან 1000 ლარის. ანუ ის უნდა დატოვო იქ სადაც მას ამ დოლათის შექმნა შეუძლია და ჯობია იმან გადასახადი გადაიხადოს და იმ გადასახადით მერე დააფინანსო თავდაცვა. რაც მეტი ეგეთი ადამიანი მუშაობს იქ სადაც უფრო პროდუქტიულია, მით უფრო მეტ დოლარს ქმნის ეკონომიკა, მით უფრო მეტი ფული გაქვს და მით უფრო მეტი ფული შეგიძლია შემდეგ თავდაცვა დააფინანსო. და როდესაც შენ ადამიანებს წყვეთ იმ საქმეს, ასაქმესაც ისინი აკეთებენ, რაც უყვართ, რა კარიერასაც უნდათ რომ გააყვნენ
ცხოვრების განმავლობაში აანგრევ არამხოლოდ იმათ ცხოვრებას და ოჯახს, არამედ აანგრევ ეკონომიკაში რაღაც საფუძვლებს, რომლითაც მე ამის ფულიც აღარ გრჩება სინამდვილეში, იმიტომ რომ ამ ფულს ისინი ქმნიან. ხო და ეს ანუ ბევრი აბარებს უმაღლესში მხოლოდ მათ შორის ეს კიდე უმაღლეს ჩაბარება ხო კიდე ცალკე თემაა. საუკეთესო წლებს მათ შორის და რესურსების ფლანგვა უმაღლესში აბარებენ, მე კიდე სახელმწიფო დაფინანსებას მოიპოვებენ და თქვა და ფულს ვახარჯავთ კიდე ამ ხალხს ბიუჯეტიდან, რომ სრული სიგიჟე არის და თვითონაც კარგავს დროს. თვითონ დროს კარგავს სწავლობს იმას რაც არ აინტერესებს. რა თქმა უნდა, 3-4 დიპლომი აქვს ჩემს სტუდენტებს და არაფერში რა აჭირდებათ სინამდვილეში, მაგრამ ნუ სხვა გზას ვერ პოულობდნენ და ამის გამო ამას აკეთებდნენ და ეს ხო სიგიჟე არის სინამდვილეში ეს სისტემა, რომ ვიღაცა მართლა გაიაზროს გულწრფელად, ჩვეულებრივ სიგიჟე არის და თან ახლა ეს ხო არ არის რაღაცა გირჩის მოგონილი ხო არ არის, ანუ ამაზე ხალხს ნაფიქრი აქვს და ეკონომიკურად ეს დამტკიცებული ერთ ნახევარი საუკუნის წინ რომ არასწორია უბრალოდ არ შეიძლება სინამდვილეში სწორია, როდესაც ნებაყოფლობითი არის სისტემა და სინამდვილეში თუ ის მართლა ვიღაცას მართლა გულწრფელად პატრიოტული სენტიმენტები აწუხებს, ხონა დაფიქრდე ჩვენ რას ვამბობთ და თუ დაფიქრდები მიხვდები რომ სინამდვილეში ჩვენ მარტო ერთადერთი ვისაც მართლა გულწრფელად უნდა რომ თავდაცვა ავაწყოთ. ესენი სინამდვილეში ეს სესიაშვილი იქნება თუ ნებისმიერ ესენი თამაშობენ, ანუ ამას სერიოზულად კი არ უყურებენ. სესიაშვილი ეხა მოიქცა ჩემი აზრით საპატრიარქოს დაკვეთით, მაგრამ საპატრიარქო თვითონ რასაც ამბობენ ის რომ დავიჯეროთ და შევეშვათ საპატრიარქოს ის ამბობს მარტივ რაღაცას, რომ მე ვარ ბიუროკრატი სახელმწიფო, მე მაბარი ამ ქვეყანაში თავდაცვა და უსაფრთხოებინტრო კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, მე ჩამივარ და გაწევა და ამას ამბობს კი არ მაგრამ რაღაცა უნდა გამეკეთებინა. კი, სესიაშვილია პასუხისმგებელი რომ ჩაუვარდა გაწევა. ხო? ვითომ, რავი, მე მაინც ამჯერა რომ სესიაშვილი საერთოდ ვინმე სერიოზულად ფიქრობს რომ ამ ქვეყანაში თავდაცვა და უსაფრთხოება სესიაშვილი საბარია, მაგისი ამჯერა. თავდაცვის სამინისტროც ალბათ, ხო? თავდაცვის სამინისტრო კი. სინამდვილეში ეს ხალხი თავდაცვაში ხო არ მიყავთ, ანუ ეგეც ხო ცალკე თემა არის, ანუ თავდაცვაში მიყავთ საკეთენ ერთი გამოაქვეყნეთ სია პარლამენტარებისა, ხო, როგორც კი, ჩვენ გამოვაქვეყნეთ 2 დღის წინ გამოვაქვეყნეთ მეცხე და მერვე მოწვევის პარლამენტარების და მთავრობის თავრობის წევრების და ეხლა გამოვაქვეყნეთ წინა 2 პარლამენტის, ოდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, იმ პარლამენტების და მაშინდელი ნაციონალური მოძრაობის თავრობის იმ წევრების სია, რომელთაც ყავთ შვილები, ან ოჯახის წევრები, იმიტომ რომ სხვა ოჯახის წევრებიც არიან, რომელსაც უნდა გაევლოთ სავალდებულო სამხედრო სამსახური უწევდათ ასაკით და არ გაუვლიათ. ანუ არავის არ გაუვლია სინამდვილეში, ერთადერთი ადამიანი, რაც ვიცით, არის ირაკლი ალასანია, რომელმაც თავის შვილი წაიყვანა სავალდებულო სამსახურში, როგორც მხოლოდ მაშინ, როდესაც თვითონ იყო თავდაცვის მინისტრი. რაც ჩემი აზრით განსხვავებული რეალობაა. მე როცა მინისტრი ვარ, ჩემი შვილი ჩემთან სტრუქტურაში მოყავს სხვა არის და როცა არა ვარ მინისტრი, ჩემი შვილს ვიშკაზე აყენებენ სადღაც, ეგ კიდე სხვა არის. ანუ სინამდვილეში არავინ არ არის პრივილეგირებული ხალხის შვილები ამ ქვეყანაში სავალდებულო სამსახურში არ მიდიან. ჩვენ გვიყენია დისკრიმინაციული ფილტრი, რომელშიც ადამიანები, რომელსაც აქვთ 200 ლარი რომ გადაიხადონ და გადაავადონ, რომელთაც შეუძლიათ საკუთარი შვილები სასწრაფოდ გაუშვან საზღვარგარეთ და ესეთი ან თუნდაც ჩააბარონ საქართველოს რომელიმე უნივერსიტეტში და გადაიხადონ სწავლის ფული, ანუ ვისაც მეტნაკლებად შეუძლია რაღაც ეგეთი ან ნაცნობი და ახლობელი ყავს კომისარიატზე შეუძლია ესე გადავადოს, ესენი იქ არ ხვდებიან. ამ სისტემაში ფილტრს ვერ გადიან ყველაზე გაჭირებული და ყველაზე უბედური ოჯახების შვილები. და არ შეიძლება არასწორ არაადამიანური და ამორალური ესეთი ფილტრები. რომელთა ნაწილმა მოგმართათ თქვენს ცოტა მეცინება ამაზე, მაგრამ უნდა ვთქვა რელიგიურ ორგანიზაციას, თქვენს გეცინებათ, მაგრამ ნუ რა. და ჩვენ მართლა ვთვლით რომ ეს რელიგიური ორგანიზაცია, თუმცა არც იუმორის პრობლემა არ აქვს. არა, ვიცი. მოგმართათ თქვენ. შეიძლება ბევრი სერიოზულად აღიქვამს და იმით. კი, რა თქმა უნდა, მე სერიოზულად აღიქვამ, მართლა სერიოზულად აღიქვამ. თავად რელიგიური ორგანიზაციას თორე ამ საქმეს რო სერიოზულად აღიქვამთ, ვიცი. არა, რელიგიური ორგანიზაციას მართლა სერიოზულად არ მართლა ვთვლი, რომ მე მართლა მწამს, რომ მონობა არის დაუშვებელი. ანუ მართლა მწამს ამის და მართლა მჯერა, რომ და მართლა ამისათვის რელიგიური ორგანიზაცია არ არის საჭირო. ხო, ანუ დაგჭირდა და რატო არა, ჩვენ რელიგიური ორგანიზაციაც გვაქვს, არასამთავრობოც გვაქვს, პარტიაც გვაქვს და კომერციული ორგანიზაციაც გვაქვს. ანუ წმენის ნაწილში მართლა მორწმუნე ვარ იმ გაგებით, რომ ჯერა რომ მონობა დაუშვებელია და მათ შორის გქონია ჩემი საქმე რომ არის მონობის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს მონობა გამოხატული იქნება ამ ფორმით თუ არ ვიცი, მაღალი გადასახადების წართმევით თუ ნებისმიერ სხვა რაღაც სხვადასხვანაირი ფორმა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში მონობას ვებრძვი. მართლა მჯერა. ვინ არიან ეს ახალგაზრდები, ეს ადამიანები, თქვენ თქვით რომ აი სოციალურად ძალიან გაჭირვებული ფენა არის, ხო, რომელსაც არ შეუძლია რაღაც ფული გადაიხადოს უბრალოდ და არ წავიდეს ჯარში. მაგრამ ამ ადამიანებთან კონტაქტი გააქვთ ალბათ, ხო? კი, ანუ ჩვენთან ნაწილი რო არიან უკვე ფაქტი არის. ხო, მათი ნაწილი ჩვენთან ხვდება. კორუფციაო ეს სიტყვა ახსენა ბატონმა სესიაშვილმა, ნუ როგორ ჩანს, ესე იგი ამას პირდაპირ ვერ იტყოდა, ხო? საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ახლა ფიქრობს, რომ ამ ახალგაზრდებმა გადაგიხადეს ფული იმისათვის, რომ გაწევრიანდნენ რელიგიურ ორგანიზაციაში. იყო ამ საფასურის გადახდა, ეხლა რაღაცა თქო, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ 2 წელია ვარსებოდა, არც ერთი ადამიანი ბიბლიური თავისუფლებიდან არ წასულა ღვთისმსახურის მოწყობის გარეშე იმის გამო რომ მას არ ქონდა ფული. ეგ არის სისულელე. ანუ არც ერთი ადამიანი ჩვენ უკან არ გაგვიტრიალებია, ყველა დავიცავით, ვისაც დაცვა ჭირდებოდა მიუხედავად იმისა ფული ქონდა თუ არ ქონდა, ანუ ფულზე აქ არ არის საუბარი, თუმცა ამაში ფულის აღების პრობლემას მეორე ხედავ, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს საფასური არ არის
გადავადების საფასური, ეს არის ღუდელსახურად კურთხევის საფასური და ამ წესს ადგენს ეს რელიგიური ორგანიზაცია, ისე როგორც მართლმადიდებლური ეკლესიასაც აქ დადგენილი. კორუფცია აქ ვერ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს საბიუჯეტო დაფინანსება და შესაბამისად არანაირი შეხება არ გვაქვს სახელმწიფოს ფულთან. თუ მას აინტერესებს მართლა კორუფცია, მივიდეს იმ რელიგიურ ორგანიზაციაში, რომელსაც ყოველ წელს მილიონებს ვაძლევთ, ათობით მილიონს და კიდე ქონებებს ჩუქნით და კიდე 1000 რაღაცებს ვაკეთებთ. იქ ნახოს, თუ მართლა ერთი ადგილი აქვს მაგის რომ კორუფცია ზდიოს, წავიდეს იქ, სადაც მართლა საზდევნია, სადაც ჩვენი გადასახადებით გადახდილი ფული მართლა ყოველ წელს ჩაედინება და კაც მარიცის მერე სადმის და რაში იხარჯება. და იქ მართლა შეიძლება იყოს კორუფცია. ხო. აი ეს გაწევა რომ მთლიანად ჩაიშალოს ერთ დღეს, ანუ არავინ არ წავიდეს იქ და წარმოვიდგინოთ. არაფერი არ მოხდება, ქვეყანა რომელიც არის ასეთ სიტუაციაში. კი, არის თავდაცვაში, აქედან მიდის, ჩვენ ყავს ჯარი დაახლოებით 40000 ადამიანამდე. აქედან ყოველ წელს თავდაცვაში ამ ადამიანებთან მიდის 1500 ადამიანი. 1500 ადამიანზე ლაპარაკი თავდაცვაში მით მეტი კი არა. ანუ სინამდვილეში რომ 1500 ადამიანს უბრალოდ ხელფასი გადაუხადო, რა უნდა იყოს ეგ წელიწადში, თავდაცვას ის ხალხი სადაც მივა თავისინებით და არაფერი არ მოხდება. დანარჩენი 4500 ადამიანი დაახლოებით წელიწადში, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავდაცვასთან საერთოდ შეხება არ აქვს, ესენი მიდიან დაცვის პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, საჯარო ახსოვლებაში ვიშკაზე რო აყენებენ. ანუ არანაირი შეხება მათ თავდაცვასთან არ აქვს 3/4 გაწეულებიდან, ესენი არიან ჩვეულებრივი უფასო მუშახელი, ჩვეულებრივი მონები, რომლებსაც სახელმწიფო ან რა ვიცი ვიღაცის უფროსები რომელიღაც კონკრეტული დეპარტამენტის აკეთებინებენ რასაც უნდა. მათი წრთნა ხომ მიდის? არა, რა წრთნა, არანაირი წრთნა არ მიდის. აი მაგალითად ჩვენი თათვიდის მაჟორიტარობის კანდიდატი საბო. მას აქვს გავლილი. ერთი წელი იყო, მათ შორის ჯანმრთელობის პრობლემები გაიჩინა, ვიშკაზე იდგა ჩვეულებრივად და სულ აქვს ნასროლი 9 ტყვია. ანუ სულ ისრულად 9 ტყვია და ვიყავიო თან 10 მეთაური და 10 მეთაური რატო იყავით რო უთხარი, იმიტომ რომ იმდენად რაღაცა გაუბედურებული ადამიანები მოიყვანესო, რომ მე ვიყავი რომ დაგველაპარაკეს ყველასო, მე ყველაზე რაღაცა გამართულად შემეძლო ლაპარაკე და მე დამნიშა 10 მეთავრად. ანუ ეს იყო ფილტრი, რაც დააყენეს და 9 ტყვია გაისროლა სულ ერთ წლის განმავლობაში, მეტი არაფერი და ანუ რა ვიცი ხა საბორო გაუშვა სადმე საომრად მართლა რაღაცა იყოს ეგეთი, ჯამიშობ ხა საბოს გაუშვებთ, მე გაუშვებთ ნებისმიერ, არაფერი ჩოლებრივი საზარბაზნე ხორცია. დაუშვათ სესიაშვილის კანონ პროექტი მაინც გავიდა, ანუ პარლამენტმა ხილა გუშინ მიდოდა მე კითხა უკვე ფიქრობდი ამას კითხავ მეთქი მაგრამ დღეს კანონ პროექტის განხილვა შეაჩერეს რას აპირებდით როგორც ჩანს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს ხო როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილზე ფიქრობდით მაგრამ მე რამდენიმე რელიგიურმა კონფესიამ სხვაებმა თქვენსო ჩვენ წავალთო საკონსტიტუციოშიო და პრინციპში არ არის მაგ ზამას ჩვენი გასაკეთებელი და სხვები თუ ჩაერთვება მათ ხარდაჭერას ხედავთ კი რა თქმა უნდა რამდენიმე გააკეთა მუსლიმთა თემა გააკეთა ბაპტისტური ეკლესიის სწავლული ჩვენთანაც იყო გუშინ ოფისში გავდა რუსუდანი და რაღაც გადაცემაც ჰქონდა ერთად იმიტომ რომ შეიძლება გულისიღებაში ფიქრობენ რომ თქვენ აურიეთ ყველაფერი ძალიან მშვიდად იყო იცით რა რაღაც გამოჩნდა გირჩი და ბოლომდე სერიოზულად არ გვიყურებდნენ და მაინც გონია რომ ისინი შეშინებულები არიან ჩვენ გონია რომ გაცილებით უფრო თამამები ვართ მათ შორის საპატრიარქოსთან მიმართებაში თუ სახელმწიფოსთან მიმართებაში ზოგადად ვიდრე ეს რელიგიური კონფესიები და მესმის რომ რაღაცა ცუდი გამოცდილება აქვს ყოველთვის დაჩაგრულები იყვნენ ჩვენ ვცდილობთ რომ გამოვიდეთ ამ დაჩაგრულის მდგომარეობიდან და ისინიც გამოვიყვანოთ რაღაცნაირად ეხა ამ წუთში მათ ხარი დაგვიჭეს თუმცა მინდა ვიტყვი ამას რომ როცა დავაარსეთ ეს რელიგიური ორგანიზაცია ოფიციალურად მივმართეთ რელიგიათა საბჭო არის ეგეთი ომბუდსმენთან არსებობდა თხოვეთ გაწევრიანება და დღემდე პასუხი არ მიგვიღია ფორმალურად არ გავცეს პასუხი და ისე შინაურად რომ მოვიკითხეთ ნუ მივხვდით რომ უბრალოდ შეშინებულები არიან და ფიქრობენ რომ შარი არ უნდათ ანუ ფიქრობენ რომ ჩვენ თუ შიგნით მოხვდებით მე შეიძლება გავშაროთ ისინიც იმიტომ რომ ისეთი რაღაცები გავაკეთოთ ხო თინდეში არაფერი არ მართლა გვინდა რელიგიური უმცირესობების ეზახენ დაცვა ამ უფლებების და მართლა გვინდა რომ გამოვიდეთ რაღაცნაირად ეს ქვეყანა იქიდან რომ რაღაც ეს დომინანტი რელიგია მართლა თავზე არჯეს ყველას და ამ რაღაც პრივილეგიებიც არის რომ მართლა გვინდა და მართლა ვიბრძვით ამისთვის განსხვავებით მათგან და არ ვაპირებთ რაღაცა თავი დაუხაროთ ვინმეს და ნუ როგორც ჩანთ ისინი ჯერ მაინც და მაინც არ არიან ამისთვის ზად რომ ესე თამამად გადაეშინან ბრძოლაში მაგრამ ეხლა ამ წუთში კონკრეტულად ამ საკითხში გვერდი მხარი დაგვიჭირეს საჯარო განცხადებებიც გააკეთეს და ისიც თქვენსო საკონსტიტუციაში წავიდონ რაც კარგია. თუმცა ჩვენ მაგის მიღო მერეთიც აღშევა დავარქვათ ამას მუქარა პირადა სესიაშვილს რაც უთხარი, მათ შორის Facebook-ზე დავტაგე და შეუთვალე იყო ის რომ თუ მართლა დავინახავდი საფრთხეს რომ ეს კანონი მიღების პირას იქნებოდა, იმიტომ რომ ამას საკომიტეტო მოსმენები ჭირდება ჯერ პირველი მოსმენა, მე მეორე, მე მესამე, მე პირადად ვაპირებდი რომ დამჯდარიყავი და დამერეკა იმ 15-დან 20,000 ადამიანამდე გამომეყონა ქუჩაში. კიდე მასა გავაკეთებდი ამას. კეთილი. წარმატებას გისურვებთ, უნდა დავასრულო ამით გადაცემა. ზურა ჯაფარიძე, გირჩის ლიდერი იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე გემშვიდობებით ხვალამდე. ნახვამდის.